მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რა ხდება მის გულში, მისი განცდები თქვენზე. დღეს ამ პოზიციაზე გავშლით, თქვენ წინაშე არის პოზიციები, როგორც ყოველთვის პოზიციას ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და მზად რომ იქნებით, მერე განაგრძოთ ყურება. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს რაც შეეხება შეგიძლიათ უყუროთ, ვიდეო თქვენზე რეზონირებას მაშინ იწყებს, როდესაც რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის, როდის არის განთავსებული საიტზე. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ ჩემთან, ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, დამიკავშირდით მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. ვინც არჩია პირველი პოზიცია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვნახოთ რა ხდება მის გულში. პირველ რიგში ამ პიროვნებას ახლა აქვს დანაკლისის განცდა, თუ მასთან კონტაქტი აღარ გაქვთ, თქვენს დანაკლის გრძნობს, დანაკარგზე ნერვიულობს, შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ კომუნიკაცია აღარ არის. ეს არის სიცარიელის შეგრძნება, როდესაც ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც ვაანალიზებთ, რომ ის რაც გვჭირდება გვერდით, რაც და ვინც გვჭირდება არ გვყავს გვერდით და რაღაც დანაკლისის განცდებში არის. მის გულში ახლა არის სიცარიელე. თუ ისევ კომუნიკაციაზე ხართ, ხვდება რომ ურთიერთობაში მაინც გარღვევა და კრიზისი არის და ცოტა რთული ფაზა გაქვთ ურთიერთობაში და ამ კუთხითაც თავს სტაბილურად და რეალიზებულად ურთიერთობაში ვერ გრძნობს. ბევრ დანაკარგებს და დანაკლისებს გრძნობს, ანუ ურთიერთობას ადარებს თავდაპირველად როგორი იყო და ახლა როგორ სტადიაზეა, ხო? როდესაც სათქმელს უკვე შიშის გარეშე ერთმანეთს ვეღარ უმხელთ, როდესაც რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ემოციები დაცლილია, როდესაც გრძნობებზე ეფიქრება, მტკივნეულ განცდებს განიცდის. კიდევ ვნახოთ. აქ პიროვნება კიდევ ვნახოთ. ხო, ხვდება რომ რაღაც ისეთ ეტაპს გადის ურთიერთობა, რომ დიდად ადამიანებზე დამოკიდებული არ არის და თავის თავზე არის დამოკიდებული, რამე შეცვალოს, ან რაღაც ფაზა არის ისეთი, რაშიც ეს ადამიანი თვლის, რომ არის კარმული ეტაპი, ანუ ბედის ხაზით მიდის და თვითონ უძლური არის რაღაცებში, ურთიერთობაში, თქვენთან მიმართებაში, რაღაცის გამოსწორება, შეცვლა, ძალისხმევის ჩადება, უნაყოფოა, ესეთი განცდები აქვს. მის გულში არის აღიარება, რომ ამ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, თავის თავზე ვერ აიღებს და რაც არ უნდა ეცადოს, შედეგები მაინც იქეთ მიდის, რაც თვითონ არ აქვს დაგეგმილი და უკონტროლო არის ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობის ფაზა, ანუ თავის თავზე არ არის დამოკიდებული. და აბრალებს, რომ ეს ყველაფერი ან ბედის ბრალი, ან გარემო ფაქტორების ბრალია და თვითონ ამ შემთხვევაში არაფერი არ შეუძლია. თუმცა განცდებშია, ხელვებშია, ნერვიულობაშია. რა ხდება მის გულში, მისი განცდები თქვენზე? იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი დროებითია. რაღაც მომენტში აქვს ხოლმე ის მომენტები, რომ თქვათ, თუ ისეთ თორებს დებს, რომ მეგობრებთან არის ერთობა და არაფერს არ იტყობს, ესე ვიზუალურად, რომ ღრმა დეპრესიას ებრძვის, არამე ცვლილება არის მის ყოველდღიურობაში, ეს უბრალოდ მისი იმიჯი არის, რომ თავს ირთობს, რომ მუდმივად ამ ყველაფერზე არ იფიქროს და თავისი, ასე ვთქვათ, ჩიხში შესული ემოციები
ძალიან არ გამოავლინოს, თუმცა ეს ადამიანი უფრო ეძებს, რომ ამ პრობლემას მარტივად შეხედოს, მაგრამ იმასაც ანალიზებს და ხვდება და ხედავს, რომ ეს პრობლემა შეიძლება იმაზე რთული იყოს, ვიდრე ახლა ფიქრობს. აი, თან რაღაც მომენტში იმედი აქვს, რომ ყველაფერს დაალაგებთ, მაგრამ თან რაღაც სიტუაციას რომ ვერ აკონტროლებს და რაღაც უძლური არის და ძალიან ბევრი ჩიხები არის და გამოვალ მდგომარეობებში არის, ამაზეც ეფიქრება. ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს, გაერთოს მეგობრებში, გავიდეს სოციალური, იყოს, სახში არ ჩაჯდეს, მაგრამ განცდები და მის გულში არსებული მდგომარეობები სხვანაირია. ეს პიროვნება თვლის, რომ არაფერი არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაელოდოს. თავისით, როდის გადაივლის რაღაც მომენტები და უბრალოდ ლოდინის გარდა, თუ საიწავა კვლავ ეს ვითარება, მას დიდად არაფერი არ შეუძლია. ეს დასკვნა აქვს ახლა გამოტანილი. დაგემშვიდობებით პირველებო. და ჩვენ გადავიდეთ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და ვიგებთ დღეს რა ხდება მის გულში, მისი განცდები თქვენზე. აქ პიროვნება მარტოსულად გრძნობს თავს, თვლის, რომ ვერავინ ვერ უგებს, ბოლომდე მას. ძალიან რთული ხასიათის ადამიანები ამოდიან ასეთ არკანში, ყოველთვის გაურბიან რაღაცების ახსნას და მერე სხვებზე ფიქრობენ და სხვებს ადანაშაულებენ, რომ ვერ შედიან მათთან კონტაქტში და მარტოსულები არიან არა და აქ მას აქვს აღიარებული, რომ იმდენად რთულად გასაგები ადამიანი არის, რომ შეიძლება მუდმივად მარტო დარჩეს. თან ეს მარტოობა სიამონებს, თან შემაწუხებელია მისთვის ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ ამ წუთას ეს ადამიანი დიდად ჩამოყალიბებული არ არის, რეალურად რას ითხოვს პარტნიორისგან, თქვენგან, რა უნდა და როგორ უნდა, იმიტომ რომ არ უყვარს, როდესაც მასზე ზრუნავენ, თქვენ თუ დაიწყეთ მასზე ზრუნვა, შეიძლება გაექცეს ამ ზრუნველობას. თუ მაგალითად უყურადღებო დატოვეთ, ამაზე შეიძლება საყვედური წამოვიდეს. აი, იმდენად რთული გასაგებია, როგორ უნდა მიუდგეთ. თან მუდმივი განცდა აქვს, რომ აი მიტოვებულია. შეიძლება თქვენ დაუსრულეთ ურთიერთობა და ეს განცდა იმიტომ აქვს, მაგრამ წინაპირობა თვითონ შექმნა. აშკარა არის, რომ აქ ადამიანმა რაღაცები ვერ დააფასა თქვენთან მიმართებაში და წინაპირობა თვითონ შექმნა, რომ ახლა მარტოობას განიცდის. ხო უნდა ეს მარტოობა ახლა განიცდის. თავის შესაფერის ადამიანებს ვერ პოულობს. უფრო მატერიალური ადამიანი ჩანს აქ, ვიდრე სულიერ საკითხებზე ორიენტირებული, უფრო დაინტერესებული არის ახლა, რომ მოიპოვოს თანხები, გაზარდოს მისი შემოსავლები, ხელფასი, იცხოვროს ძალიან ისე კომფორტში, ისე როგორც თვითონ უნდა. თუ ახლა შემოსავალი კარგად აქვს და ქონებრივი შესაძლებლობები ნორმალურად აქვს, მაინც ამის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. თუ ახლა კრიზისი აქვს და რაღაც თანხებთან მიმართებაში გაჭედილია, პირიქით ამ ყველაფერს გამოსწორება უნდა. თითქოს ახლა პრობლემას უფრო იმაში ხედავს, რომ თანხებთან ისე ვერ გრძნობს თავს ჰარმონიულად, როგორც მას სურს, რომ იცხოვროს და ისეთი შესაძლებლობები არ აქვს, როგორც სურვილები აქვს რაღაცების შეძენა და გეგმები. უფრო ამაზე არის მის გულში დარდები, რომ აი თითქოს იმასაც კი აბრალებს, რომ ახლა მატერიალურად რომ ისე არ არის, როგორც თვითონ უნდა და ისე ვერ ცხოვრობს, როგორც თვითონ უნდა, იმიტომ არის მარტო.
არ ვიცი, მისი ფიქრები და მისი გულის დარდები და განცდები უფრო თავის სტატუს და სოციალურ ფინანსურ მდგომარეობაზე გადის, ვიდრე სულიერებაზე და სასიყვარულო ენერგიაზე ამ წუთას. კიდევ ნახოთ აბა. რა ხდება მის გულში? შეიძლება ადარებდეს თქვენს სოციალურ მდგომარეობას თავის თავს და ფიქრობდეს, რომ თქვენ მეტად კომფორტში ხართ, მეტად ფუფუნებაში ხართ, მეტად ეკუთვნით საკუთარ თავს. აი, როგორც გითხარით, შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე არის ეს ადამიანი, მის გულში ჯერჯერობით ესეთი კონკრეტული და ჩამოყალიბებული ვერსია არ არსებობს. განცდებიც უფრო, აი, როგორც გითხარით, სულ მონეტები, ფინანსები, სტაბილურობა, სიმყარე, ეს ენერგეტიკა ამოსდის, რომ განიცდის თავის მდგომარეობას, ვიდრე ურთიერთობის მდგომარეობას. და ძალიან მატერიალური ადამიანი არის, ანუ მისი ყველა ფიქრი და ხედვები უკავშირდება მიწიერ სამყაროს. რეალურად ამ პიროვნებას უფრო ის უნდა, რომ სხვას უყვარდეს, ამ შემთხვევაში თქვენ გიყვარდეთ და იგიჟდებოდეთ მასზე და მისი კითხვერავის ამჩნევდეთ და თვითონ უფრო სხვა საქმეებით იყოს ქართული. და ალბათ ზუსტად ეს არის ის მიზეზი, რომ ახლა მიტოვებულად გრძნობს თავს, რადგან თქვენ შეიძლება დაიღალეთ ამ ადამიანის მუდმივი მოთხოვნებით, როდესაც თვითონ იმის ნახევარს არ აკეთებს ამ მოთხოვნების პარტნიორის მისამართით მაღალი სტანდარტები აქვს. უფრო ეს ადამიანი იმას განიცდის, რომ დაკარგა ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარდა. ან დაკარგა იმ ადამიანის პატივისცემა და უპირობო სიყვარული, რომელსაც უყვარდა, ვიდრე ის, რომ აი ორმხრივი სიყვარული განადგურდა. რაღაც უფრო ესეთი სიტუაცია ამოდის თქვენს პოზიციაზე მეორეებო, მე დაგემშვიდობებით. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე პოზიციაზე. მოგესალმებით მესამეებო. ვინც არჩიეთ დღეს მესამე პოზიცია და ვნახოთ რა ხდება მის გულში და მისი განცდები თქვენზე როგორი არის. აქ ცვლილებებთან გვაქვს საქმე. რაღაც შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება ამ პიროვნებასთან კომუნიკაცია აღარ გქონდათ და დაიბრუნეთ ეს კონტაქტი და ამ ცვლილებაზე არის ახლა ორიენტირებული ეს ადამიანი, რომ აი მოულოდნელად მიწერეთ თქვათ, ან მოულოდნელად შეხვდით, მოულოდნელობის ეფექტები თუ იყო თქვენს ურთიერთობაში, აი ამ განცდებში არის ისევ ეს ადამიანი. შეიძლება უკვე ერთი კვირა გავიდა ამ ყველაფრის მერე, მაგრამ მაინც ამ განცდებში არის ეს ადამიანი. ან ფიქრობს, რომ თქვენ შორის ურთიერთობის ეტაპები და სიტუაციები საგრძნობლად სწრაფად იცვლება. ყველაფერი სწრაფად ვითარდება, ან რაღაცები სწრაფად იცვლება. ერთის მხრივ ეს სწრაფი ცვლილებები მას მოსწონს, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს უნდა რომ რაღაც საკითხები ცოტა შეანელოს თქვენთან მიმართებაში. დაფიქრდეს, მეტი დრო ჰქონდეს, რომ მოიფიქროს, საფიქრელად ბევრი დრო ჰქონდეს.
ან ფიქრობს, რომ ან ესეთი ფაზები გაქვთ ურთიერთობაში, ან ყველაფერი ძალიან ნელა და რაღაც სტაგნაციურია, ან ყველაფერი ერთიანად ირევა და ქაოსური ხდება ხოლმე თქვენი ურთიერთობა. რა ხდება მის გულში? მისი განცდები თქვენზე. აქ პიროვნება თვლის, რომ თქვენთან ურთიერთობა მას უნდა და მოსწონს, მაგრამ ეშინია ხელმეორედ ხელმეორედ არ გაფუჭდეს რაღაც თუ ესეთი გამოცდილება, მსგავსი გამოცდილება გქონდეთ, ისევ ურთიერთობა არ დაინგრას, ამის შიში აქვს, თუ ჯერ ეს ყველაფერი არ ყოფილა და არანაირი განხეთქილება არ გქონიათ ურთიერთობაში, ეს პიროვნება თვლის, რომ როგორც იქნა იპოვა ისეთი ადამიანი, რომელთანაც ძალიან კომფორტულად არის, ზუსტად ისე ვითარდება სიტუაციები, როგორც უოცნებია და უნდოდა, სწრაფად ვითარდება, ორმხრივია გრძნობა და ინტერესი, მაგრამ როდესაც ამ სისწრაფე მოიმატა ურთიერთობაში, ცოტა შიშებში არის და ფიქრობს, რომ ცოტა დასაფიქრებელი დრო ისევ სჭირდება, თუმცა მონეტების მეფის ენერგიაში ამოდის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საბოლოოდ მას თქვენთან ურთიერთობა გადაწყვეტილი აქვს და უნდა რომ თქვენი პარტნიორი იყოს, უბრალოდ კიდევ დარჩა რაღაც ისეთი საკითხები, რომელიც მას საგონებელში აგდებს და ცოტა ორჭოფობს და ეს საკითხები შეიძლება ეხებოდეს იმ მომენტს, რომ აი სწრაფად რომ განვითარდეს ურთიერთობა და 2 თვეში 2 წლის გასავლელი ურთიერთობა გავიაროთ, ერთმანეთი სწრაფად არ მოგუბეზრდეს და ის სტაბილურობა არ ჩამოიშალოს. ანუ ამ პიროვნებას უფრო სტაბილური ურთიერთობა უნდა და ხანგრძლივი და ეშინია რომ ამ აჩქარებულმა პროცესებმა ეს ყველაფერი რაღაც მოკლევადიან რომანად არ გადააქციოს, უფრო ეს ენერგიები აქვს ახლა ამ პიროვნებას. ანუ აქ არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობით დაინტერესებული არის, მაგრამ შიშები აქვს, რომ ურთიერთობა არ გააფუჭოს. აქ ძალიან ძლიერი არის თქვენთან მიმართებაში მისი ვნება, მაგნიტივით იზიდავთ. ძალიან ღრმა მიზიდულობა აქვს და ძალიან მოჭარბებული სექსუალური ინტერესი აქვს თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს. აი იმდენად კარგად არის ახლა თითქოს თქვენ შორის ურთიერთობა და ყველაფერი დალაგებული, რომ ეშინია ზუსტად აი ამ კარგად განვითარებული სიტუაციის, რომ აი როგორ შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მოხდეს ისე, რომ ყველაფერი კარგად არის და უცებ ეს ყველაფერი არ დავკარგო და უცებ არ ჩამოიშალოს ეს ჰარმონია და ეს ბედნიერება. აი ამის შიში უფრო აქვს, ვიდრე ურთიერთობაში პრობლემები იყოს. მე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ, რა თქმა უნდა, წარმატებას და ბედნიერებას და მომავალ შეხვედრამდე.